ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი და ჩვენ ზუსტად აი ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ეს ზუსტად საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტია და ძირითადი ამ პროექტში არის არა ავადმყოფობის განკურნება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ამასთან ერთად, თქვათ, პრევენციული ღონისძიებების გატარება. დაიწყო სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგით, ჩვენ შევქმნით გარკვეული კითხვარი, შევქმნით, თქვათ, სტრუქტურა, შექმნილი იყო და ეს სტრუქტურა უკვე ამოწმებს სტომატოლოგიურ პოლიკლინიკებს და ჩვენ შეგვიძლია პირველი შედეგების შესახებაც ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ჩვენი მონიტორინგი მოიცავდა ზუსტად იმის ნახვას, თუ რა ხდება ინფექციური კონტროლის კუთხით. ჩვენ ამ შემთხვევაში არ შევდიოდით დაწესებულებებში და არ უყურებდით სალიცენზიო პირობებს, თქვა, რამდენი კვადრატული იყო კაბინეტი, იქ ჰქონდა თუ არა რენტგენის აპარატი და სხვა რამე. ჩვენი კითხვარები ზუსტად მოიცავდნენ იმას, თუ როგორი მდგომარეობა იყო ინფექციური კონტროლის კუთხით. ჩვენ ვაძლევთ გარკვეულ დროს, ეს არის დაახლოებით 2 თვე, ვტოვებთ იქ აქტს, სადაც წერია ყველა ის შენიშვნა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სტომატოლოგურმა კლინიკამ და 2 თვის მერე ისევ შევდივარ და უკვე უყურებთ რამე გამოსწორდა თუ არა. თუ არ გამოსწორდა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე უნდა გატარდეს ღონისძიებები, იმიტომ რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერთან ერთად. დაახლოებით 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შემოწყდა ამ დღეების განმავლობაში, ძირითადად თბილისში შეეხო ჯერჯერობით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გრძელდება და რა თქმა უნდა რაიონებსაც შეეხება. ჩვენ გვაქვს ესეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ 2 თვის განმავლობაში ყველა სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, რომელიც არის დარეგისტრირებული, რომელსაც აქვს გამოგზავნილი შეტყობინება იმის შესახებ, რომ ის ფუნქციონირებს და რომელიც არ არის დარეგისტრირებული, რომელსაც არ აქვს შეტყობინება გამოგზავნილი იმის შესახებ, რომ ის ფუნქციონირებს, ჩვენ ყველა უნდა შევამოწმოთ.